სკანაფზე დამოკიდებულება ყალიბდება. და დღეს უკვე ეს იცის ქართულმა საზოგადოებამ, იმიტომ რომ თავიდან იყო რომ არა რა დამოკიდებულება და მრალომკა, ლომკა არა აქვს სკანაფს. სკანაფს აქვს სხვანაირი ტიპის აღკვეთის სიმპტომები, რაც გამოიხატება თავის ტკივილში, გაღიზიანებადობაში, მუდმივად ვერ ფოკუსირდება, უჭირს რაღაცა საქმის კეთება, დაიწყოს, მიიყვანოს ბოლომდე და რაც მთავარია, ძალიან ცუდად გრძნობს თავს, იმიტომ რომ სულ მუდმივად თავის ტკივა, შეიძლება გულისრევაღებინებები ქონდეს. ეს არის ზუსტად დამოკიდებულების შედეგად განვითარებული აღკვეთის სიმპტომები. გაღიზიანებულია, აწეულია შფოთვის და იმის გაღიზიანებადობის მაჩვენებელი, ხო, ცოტა აგრესიული, ესე თქვა, დამოკიდებულება აქვს, მე ყველაფრის და ყველას მიმართ. ზუსტად აი ეს და ამოტივირებულია საერთოდ არაფერი არ უნდა. რომ არის, კი ბატონო, იმიტომ რომ ეს ყველაფერი აულაგდება. ზუსტად აი აქ არის დამოკიდებულება და ანალოგიურად ყველა სხვა ნივთიერებების შემთხვევაში მომენტალურად არ იწევს, ხო? არა, რა თქმა უნდა. ამიტომ იყო ძნელი ამდენი ხანი მაგის დადგენა, რომ მარიხუანა ნამდვილად იწევს დამოკიდებულებას. მე უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჩვენ ესე გვასწავლიდნენ. მაშინ ესე იყო, ესე ითვლებოდა, ესე მიიჩნეოდა, რომ მარიხუანა დამოკიდებულებას არ იწევს. ხო, რომ ფიზიკურს იწევს სხვა და მარიხუანას ფსიქოლოგიური დამოკიდებულება აქვს, მაგრამ ყველა ნივთიერების შემთხვევაში ფიზიკურიც არის და ფსიქოლოგიური. რა თქმა უნდა, ორივე